რა პოლიტიკური კულტურა, რა პოლიტიკური პროცესები და რა დონეზე ვიყავით ჩვენ იმ პერიოდში, როდესაც რუსეთმა წაგვართვა დამოუკიდებლობა. ანუ ეს საკითხი არის ესეთ ფუნდამენტური, ზოგადად არ მხოლოდ ისტორიული, არამედ თანამედროვეობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტი. ანუ მე როგორც მივხვდი, იდეა იყო არა საქართველოს კონკრეტულად დამოუკიდებლობა ან ავტონომია, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველოს სამივეს რაღაც ავტონომიურ ფორმატში მოქცევა. გამოდის მასობრივი პოლიტიკური პარტიების და მოძრაობების მთელი ნაკადი 1890-იანი წლები. რა იყო ის პირველი ნაბიჯები, რაც გადაიდგა პირველად დამოუკიდებელ საქართველოში? 19-21 წლებში დემოკრატიული ინსტიტუტების პრაქტიკის გამოყენებით გადაწყვიტა საქართველომ და აფხაზურმა მოსახლეობამ თანაარსებობის საკითხი. რა დავკარგეთ, რა წაგვართვეს და რა პროცესებიდან ჩავიხსენით მთელი ქართული საზოგადოება და ქართული ერი.